ახალი წლის თემა არის სოფელ პალურში ხდება ეგ სიტუაცია. ძველი კლუბი იყო და გადააკეთეს საბავშვო ბაღადეგა. ხო, იქ პარტნერი და ის მოხსნეს. რა უცნაურ რაღაცეებს ხვევით. ეგრე იმაში ფოიე არის გადაკეთებული საბავშვო ბაღად. ან და არის ახლა მასწავლებელი დამრიგებელი, ვინც არის, ეგ არის მწყობელიც. დირექტორი აღმზდელი. რა ქვია, პოვლის ბაბუა, ფიფქია, კონკია თავისთავად და ანუ ყველაფერი ეგ ხალი არის. მეწარმე და ლიდერი. მეწარმე და ლიდერი, მოკლედ. და ისე ენთუზიაზმით და ისე პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს, რომ თავის ძმას თხოვა ახალი წლის ზეიმზეო სახლიდან წამოიღეო ნაძვისხევი, შენ რო გვაქო და ისო რომ მოვიდა, აი წამოვიდა სახლიდან მიიტანა თავისი ნაძვისხე იქ დადგა რა. ჭეშმარიტი ხელმძღვანელი. ჭეშმარიტი ხელმძღვანელი. ეს ახლა როგორი ის არის ნაძვისხე, რომ ურნაში არის ჩარგული, ცოცხალი არის და გამოწყობილი არის. წვიმების, კამფეტები, რაღაცები კიდია. სათამაშოები და ზეიმი ჩატარდა ბავშვებმა იცეკვეს, გამოვიდა ეს ქალი ზოია ქვია. ამ გადაცემას აქედან მოვიკითხავ მაგასაც და კარბატოიძე. მაგის ძმას ფრიდონისაც მოვიკითხავ. ჩემი კლასელის ის არის. მამა იქ კაცი და მაგა ძალიან კარგი ხალხი არის და მოვიკითხავ აქედან. მოკლედ გამოვიდა ზოია ითამაშა, თოლის ბაბუაც გააკეთა, ფიფქიას გააკეთა, კაცო ბავშვებს აჭამა, ასვა, აცეკვა. ვენაცვალი. ბოლოს იმღერა კიდევ და ოხა და მორჩა რა ზეიმი. მორჩა ზეიმი, ბავშვები იქ ზოგი იქით არის, ზოგი იქით არის, რაღაცებს სათამაშოებს ხსნიან და ამასობაში ფრიდონი მოვიდა, უნდა წაიღოს ეს ნაძვისხე რა სახლში უკან ხო უნდა წაიღოს. აი მოიკიდა ზურგზე და მიაქ. ნაძვისხე მიაქ და ბავშვები გამოეკიდა ფრიდონი ბიძია. მან ჩამოიღო ნაძვისხე დადგა. ახალი წელები ყველას უხარ. ამ კაცი გამოხედა ბავშვებს. ხო ბიძიკოებო. ფიძიკოები გა სადმიგაკ ნაძვისხე შენი დედა. ბაღის ბავშვებმა. ვაუ, კაია ბაღი. ნაძვისხე დადე ბიჭო.